რა არის იცი აი ყველაზე უცნაური ბიზნეს რჩევებში? ყველა საუბრობს ბიზნესის გაფართოებაზე თანამშრომლების დამატებით. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვი რომ ყველაზე წარმატებულ კომპანიებს შორის ზოგს ძალიან მცირერიცხოვანი გუნდი ჰყავს? მოდი გაჩვენებ როგორ გავაუმჯობესეთ საქმის ეფექტიანობა თანამშრომლის სამუშაოს განახევრებით. აი როგორი იყო პროცესი? მეტას რეკლამა ხალხს უბიძგებდა დაეტოვებინათ ნომერი. შემდეგ სეთერი ზარის ჩამნიშნავი ფილტრავდა ამ ხალხს და ზარებს უნიშნავდა გამყიდველს. გაყიდვების მენეჯერი კი თავისუფლად დაახლოებით 1 საათს ხარჯავდა ზარზე პროგრამის გასაყიდად. საკმაოდ მარტივად და ეფექტურად ჟღერს. თუმცა ყოველთვიურად 1500 евро იხარჯებოდა სეთერზე, რომელიც კარგ კვალიფიკაციას ვერ ახდენდა ლიდების. რატო? იმიტომ რომ როცა საქმე მიდგებოდა ფინანსებზე, ესპანეთში ფინანსების საუბარი მაინც და მაინც სასიხარულო საკითხი არ არის. ამიტომაც ლიდები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ და საერთოდ არ ჩართულიყვნენ პროგრამაში. რამაც თამაშის წესების შეცვალა არის შემდეგი. კითხვაში ჩავამატეთ ერთი დამატებითი კითხვა. რა თანამდებობაზე მუშაობ? ამ მარტივმა კითხვამ ყველაფერი გვითხრა, რაც ფინანსური კვალიფიკაციისთვის უნდა გცოდნოდა. მზარეული, დამლაგებელი, კრეატიული დირექტორი, ფინანსისტი, ინჟინერი, ასუხები პირდაპირ მეტყოლებდა მათ მსყიდველობით უნარიანობაზე. შესაბამისად, სეთერის სამუშაო დატვირთვა განახევრდა. უკეთესი კვალიფიკაცია მივიღეთ, ნაკლები ფუჭიზარი და მეტი ეფექტიანობა. დაიმახსოვრეთ, ტელეგრამი მთელ თავის ოპერაციებს სულ რაღაც 30 თანამშრომლით მართავს. წარმატება დასაქმებულთა რაოდენობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ჭკვიანი სისტემების შექმნაზე, რომელიც არასაჭირო სამუშაოს აღმოფხვრეს.